მოგესალმებით, მეგობრებო. მიხარია რომ მიერთდებით. ზოგადად ძალიან გამიხარდა რომ ეს იდეა, ამ იდეას მხარი დაუჭირეთ და მოგინდათ ჩემთან ერთად ამის ხატვა. მადლობა ყველას, ვინც მიერთდებით. აბა ორი სიტყვით რომ მომწეროთ, როგორ ხართ, როგორ ისმის ჩემი ხმანჯერეს მომწერეთ, კარგად ხო გესმით და რამე ხო არ არის ხარვეზი ხმის თვალსაზრისით. ხო კარგად გესმით და ნახატს ხო კარგად ხედავთ. ფურცელიც ხო კარგად ჩანს და სრულად ესეც დამიწერეთ. შევეცადო მაქსიმალურად თქვენთვის კომფორტულად მოვეწყო აქ. მადლობა ნატალი. ისმის და ჩანს. კარგი. შვენიერია. მაშინ დავიწყოთ. ბევრს აღარ შეგაწყენთ თავს საუბრით. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოვასწროთ ახლა ჩვენ Instagram-მა მოგცეს ამის საშუალება და პირველ რიგში მინდა რომ მომწეროთ თუ არის აქ ვინმე, ვისაც არასდროს არ უხატია რომ ავხსნა მარტივად როგორ ვამუშავებთ ნეიროგრაფიკულ ხაზებს, როგორ ვავლებთ ხაზს და როგორ ვამუშავებთ. ეს რომ მომწეროთ რომ მაქვს თუ არა ასახსნელი ვიცოდე, თუ ყველას გიხატიათ და გააქვთ ამის გამოცდილება, მაშინ აღარ დავკარგავ ამ ახსნაზე დროს და პირდაპირ გადავალთ ხატვაზე. ამითხარით თუ მოგიხერხდათ რუქის ამობეჭდვა. ხათ ეს ფურცელია, რომელიც უბრალოდ ალბომზე მიდევს. სახედავთ. ნუკი, მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხატავ. ესე იგი არავინ არ გვყავს ხო, ვისაც არ უხატია, ყველა ისეთები ხართ, ვინც ისაც გაქვთ ხატვის გამოცდილება. მშვენიერია. მაგას რა ჯობია, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ პირდაპირ ხატვაზე. ხო, პირველ რიგში ანუ ამობეჭდე, მაგრამ არ არის დაყოფილი რეგიონებად. არაუშავს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. კი, პირველად ვარ, თუმცა თუ მარტო მე ვარ, არაუშავს, სხვა დროს შემოგეცდებით. ლიკა ძალიან მარტივია, უბრალოდ გაჩვენებ როგორ ხდება დამრგვალება და ეგ არის. მეტი არაფერი არ არის საჭირო, რომ არაფერი არ გჭირდება, მარტივად მხოლოდ დამრგვალება. ნეიროგრაფიკაში როგორ ხდება ეს რო გაჩვენებ. ახლა ანუ პირველ რიგში ორი რაღაცა უნდა იცოდე. ერთი რომ ნეიროგრაფიკული ხაზი არის სპონტანურად მოძრავი ხაზი და არ არის დაგეგმილი ხაზი. ნახე რას გულისხმობ გაკონტროლებულ ხაზებს, როცა ვხატავთ, ნახატს როცა ვხატავთ და გვინდა რომ დავხატოთ ლამაზად, ყოველთვის აი ამ ტალღებს და მოძრაობებს ლამაზად ვცდილობ რომ გამოვიყვანოთ ეს ხაზები. ამ შემთხვევაში ნეიროგრაფიკული ხაზი არის ხაზი, რომელიც სპონტანურად მოძრაობს სივრცეში, ფურცელზე, არ იმეორებს თავის თავს არც ერთ მონაკვეთში, სულ იცვლება. და როდესაც ავლებს, სულ უნდა შეეცადო, რომ შაბლონურად ტვინს რომ უნდა ლამაზად წაიყვანოს, იმის საწინააღმდეგო დატარო. ეს არის სულ. და როდესაც ამ ხაზების შედეგად წარმოიქმნება გადაკვეთები, ახეთ გადაკვეთების შედეგად წარმოიქმნა კუთხეები და ამ კუთხეებს ვამრგვალებ შემდეგნაირად. აი ეს ორი ხაზი კვეთს ერთმანეთს. ვამრგვალებ. ეს არის. აი ეს ორი ხაზი კვეთს ერთმანეთს.
ამრგვალებ ჰარმონიზებას უკეთებ ორ კონფლიქტურ ფიქრს ან საზრის, რომელიც ამ ნახატზე გამოიხატა. ერთსაც გაჩვენებთ ცოტა დიდ ფორმატში. ცოტა სქელი ხაზით გავაკეთებ. გადაგვეთა ამრგვალე გვერდებით შევამაზე. ისეთი რაღაც. შეხედა ისე ნეირონს გავს. ხო, აქ მაქსიმალურად სირბილე, სიმრგვალე, ხო, ეს წვეტები რა აღარ იყოს და კუთხეები. მისთვის რომ არაცნობიერმა მიიღოს ეს ახალი პროგრამა, რომელსაც ხატავთ. ორი სიტყვით გეტყვით, რომ ძალიან შეწუხებული ვარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდება ჩვენთვის და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, რომ გვექნება ჰარმონია, სიმშვიდე და სტაბილურობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი საქმის კეთება, იმისთვის, რომ გქონდეს мотиваცია ყველაფრისთვის ყოველდღიურად, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ალგორითმი თქვენთვის შევამეთავაზებინა, რაღაც ერთიან ველს, როგორც ვეძახით, ანუ ერთიან განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეული ადამიანის განწყობა ქმნის იმ ერთიან განწყობას, რაც არის და ახლა გასაგებია, რომ თქვათ ეს ვერ იქნება რაღაცა დიდად დალხენილი და ლაღი ყველაფრიდან გამომდინარე და ეს ალგორითმი გარდა იმისა, რომ დაგვეხმარება ამ განწყობის ესე ვთქვათ შედარებით დარეგულირებაში, ჰარმონიზებაში, იმიტომ რომ ნეგატიური განწყობიდან კონფლიქტური შინაგანი მდგომარეობიდან ძლიერად გამოხატული ნეგატიური ემოციური ფონი, როდესაც არის, ანუ ამ მდგომარეობიდან გადადგმული ნაბიჯები ვფიქრობ, რომ არ იქნება ჰარმონიისკენ მიმართული. ანუ ჩვენ კი ადამიანები ვართ, ახლა ყველა განვიცდით, ყველას ემოციები გვაქვს და ცხადია, რომ ესე ვერ მოვთოგავთ ხო ამ ემოციებს კი არა და ვერ დავითრკუნავთ და არც არის სასურველი. ამიტომ აი რაღაცა მიმართულება რომ მივცეთ ამ ემოციებს დადებითისკენ, ხო? იმიტომ რომ ემოციები არის ენერგია მოძრაობაში. ანუ ინგლისური სიტყვიდან მომდინარეობს ემოცია, emotion არის ენერგია მოძრაობაში. motion მოძრაობა, ხო? ამიტომ აი ეს ამდენი ემოცია რო არის ახლა აფეთქებული ამ ჩვენს სივრცეში და ამ ემოციას რომ მივცეთ ჩვენთვის და საერთოველისთვის სასიკეთო მიმართულება, ამიტომ შეგვიძლია რომ ამ ალგორითმით დავამუშავოთ ეს ემოციები და მივცეთ დადებითი მიმართულება, დადებითი ვექტორი. ამას ემსახურება სწორედ ეს ჩემი მიზანი. ხო, გარდა ამ ემოციური ფონის, ესე ვთქვათ, გაწონასწორების და სწორად წარმართვისა, პლუს ეს ალგორითმი ემსახურება იმას, რომ მინდა რომ ერთიანად მანიფესტაცია გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, ერთობის, ხო? გულისხმობ აქ ადამიანების კუთხითაც, რომ რაღაცნაირად შევერთდეთ და ყველას გქონდეს ერთი სასიკეთო მიმართულება, იყოს მინიმალურად ეს კონფლიქტი, გახლეჩა, რაც ყოველთვის აზიანებს ჩვენ ქვეყანას. ეს ახლა ისტორიაში გვასწავლდნენ ამას, რა ვიცი, მე დაწყებით კლასებში, მე მგონი რომ ყოველთვის როცა ხდება დაგსაქსვა და გახლეჩვა და აი ასეთ სხვაობა, ეს არის ის, რაც ასუსტებს ქვეყანას მტრის წინაშე. ამიტომ ეს ერთობა ემოციური შემართება ჩვენი, ხო, მიზანი ერთი უნდა იყოს. და ნუ პლუს ტერიტორიული მთლიანობაც არის აქ ერთის მხრივ. ესეც ჩავდი ამაში, ამიტომ მინდა რომ რუქაზე ვხატოთ, იმიტომ რომ აი ეს ერთიანი ტერიტორია, რომელიც ეხა სამწუხაროდ ოკუპირებული გვაქვს, ხო, აი აფხაზეთის ტერიტორია და სამაჩაბლო, მინდა რომ რაღაცნაირად ესეც დავაფიქსიროთ, ამის მანიფესტაციაც გავაკეთოთ და გავაერთიანოთ, ხო, ეს ყველაფერი. ლაივს შევინახავ, ხო, და მანიფესტაცია გავაკეთოთ, რომ ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო არის ერთიანი. არ აქვს აი ეს ოკუპირებული ტერიტორიების
მოცემულობა არ არის, დაბრუნებული გვაქვს ეს ტერიტორიები და ვართ ცხოვრობთ ჰარმონიულად და ვაკეთებთ ყველა ჩვენ საქმეს, ვიზრდებით, ვითარდებით და ამას ცხადია ეს მერე ერთიანადაც მოქმედებს ხო ქვეყნის დასა და განვითარებას. ნახეთ, დაგჭირდება ანუ ტუშის კალამი. ახლა მე მაქვს აქ 0.5-იანი, კერა და 0.7-იანი და 1-იანი. და დაგჭირდება ასევე სქელი მარკერი. შავი, შეგიძლიათ უბრალოდ ბორდის მარკერის ბორდზე რო ხატავთ ხოლმე, ხო, დაფის მარკერი იყოს. ან რაღაც ესეთი იყოს, ორმხრივი. დაკვეთილი ცხვირით. ესეც გამოგვადგება. ანუ ფერადი ფანქრები. ვიწყებთ იმით, რომ წვრილი კალმით დავიწყოთ ნეიროგრაფირება კონტურის. რუქის კონტურის. ნეიროგრაფირება რას ნიშნავს, ნახეთ? მიუყვები ამ კონტურს და ნეიროგრაფიკულ ხაზს ვატარებ. ჩანს ხო იმედია კარგად. ავწყვეტ ამ ხაზს. ნახეთ, ნეიროგრაფიკული გულისხმობს იმას, რომ ჩვეულებრივ ხაზზე მიუყვები და აი ნახეთ, ახლა უტრირებულად გაჩვენებთ, ახლა ძალიან ესე არ ვაკეთებ, მაგრამ აი დაახლოებით ნეიროგრაფირება ამას ნიშნავს, ხო ზუსტად კონტურს კი არ მიყვებით. ეს ტიპი ოდნავ ვიბრაცია აქვს ამ ხაზს. მიუყვები ნეიროგრაფიკული ხაზით. დავაკონტურე რუქა. ნახეთ, მეგობრებო, ვისაც გაქვთ ისეთი რუქა ამობეჭდილი, რომ ეს კუთხეები გამოყოფილია, თქვათ, სხვადასხვა რეგიონები გამოყოფილია, ხო? ისინი მიუყვებით თვითონ აქაც, ხო, რეგიონებსაც უკეთებთ ნეიროგრაფირებას. ვისაც არ გვაქვს, ამაზე არ იდარდოთ. ვისაც გვაქვს ისეთი რუქა, სადაც არ არის გამოყოფილი რეგიონები, რას ვაკეთებთ? გეტყვით. ნახეთ. ინდელითად მაქვს ეს რუქის. ესეთი ფორმა აქვს, ხო, დაახლოებით. ნახეთ. ეს არის თქვა ტერიტორია. და არ მაქვს გამოყოფილი ზედ რეგიონები. რომ დააკონტურებთ ნეიროგრაფიკულად მთლიან კონტურს, მერე შიგნით შედიხართ ნეიროგრაფიკული ხაზი და უბრალოდ რამდენიმე ხაზი გაავლეთ. რამდენიმე ხაზი გაავლეთ შიგნით. ნეიროგრაფიკული ხაზი. ძალიანაც უნდა ტვირთოთ. გასაგებია, ხო? თუ რამე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ მომწეროთ. თქვენ კითხვებსაც პარალელურად გავხედავ ხოლმე. აქეთ მაქვს ჩართული პლანშეტში ლაივი, რომ შეგხედოთ თქვენც. თუ რაიმე კითხვა გაქვთ, არ მოგერიდოთ. ასვით კითხვები. საერთოდ ამ ემოციებს ენერგია, როგორც უკვე გითხარით, ხო, ენერგია არის. კიდე და ემოცია არის მოძრავი ენერგია. და მთელი მთავარი დატვირთვა და საზრისი ამ ყველაფრის არის ის, რომ ახლა ჩვენ შეგვიძლია ეს ენერგია უხეშად, რო ვთქვათ, ესე ჩავრეცხოთ გამოუყენებლად. რაც გულისხმობს აი ამ სიტყვიერ კონფლიქტს, ერთმანეთთან ჩხუბს, ამის გამოხატვას, ხო, ესეთი ფორმით და მეორე ფორმა არის ისეთი, რომ აი ეს ენერგია შევკრიბოთ და მივმართოთ ერთიანად ამ კონკრეტული ვითარების ჰარმონიზებისთვის, ხო, კარგ საქმეში გამოვიყენოთ. ეხლა რაც შევინახეთ, მე მაინც ვამატებ აქ 1-2 ხაზს ნეიროგრაფიკულს ვავლებ შიგნით. ისაც რეგიონები არ გაქვთ, აი რაც გააკეთეთ, დაახლოებით იგივეს ვაკეთებ ახლა აქ მეც. ამ შიგნიდანაც ვმუხტავ ფიგურას.
საკმარისია. და აი ამ ეტაპზე ხა ვინც მიხვედით, ვიწყებთ დამკვლებას, რაც მივიღეთ იმის ჯერჯერობით, მეტი არაფერს არ ვაკეთებთ. ამკველებთ ყველა გადაკვეთას, რომელიც პროცესში წარმოიქმნა. ყველა კონფლიქტს ვაკეთებთ ჰარმონიზებას. ნახეთ, თუ დააკვირდებით, ხა ვისაც რეგიონებიანი რუქები გაქვთ, რეგიონების საზღვრებზეც თავისთავად წარმოქმნილი არის აი ამ კვეთებით, გადაკვეთები, ხო? მოგეხსენებათ, რომ შიდა კონფლიქტებიც გვაქვს. ქართველებს სამწუხაროდ საბედნიეროდ არ შევაფასებ, როგორც არის კონფლიქტები გვაქვს, რეგიონებს შორის კონფლიქტებიც გვაქვს. სხვადასხვა კუთხეებს შორის კონფლიქტებს გულისხმობ. მუდმივი არის შეფასებები, მსჯელობები და განსჯები, ამიტომ ეხლა პრაქტიკულად მაგასაც ვუკეთებთ ჰარმონიზებას. კონფლიქტს მაგალითად მუდმივს სხვადასხვა ფორმით გამოხატავს გურულებსა და მეგრელებს შორის მაგალითად. იმერლებსა და კახელებს შორის მაგალითად. რაჭველებსა და იმერლებს შორის. ანუ პრაქტიკულად ყველა კონფლიქტს შიდასაც და მერე გავალთ გარეთ, რუქის გარეთ გავალთ, იქაც დავამუშავებთ, ვაკეთებთ ჰარმონიზებას. ჯერჯერობით ვააქტიურებთ ერთიანად აი ამ ტერიტორიას, რომ ეს მთლიანად ამით ვაკეთებთ მანიფესტაციას, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, ეს არის საქართველო, მის გამომჟღავნებას ვაკეთებთ, ესე ვთქვათ, გრაფიკულ ველში, ხო, ფურცელზე. იმისთვის, რომ მერე გავუკეთოთ ჰარმონიზებას, შევცვალოთ პოზიტიურისკენ. როცა დავდებით ლაივში და გული მწყდება, იმიტომ რომ რაღაცნაირად იმედი მქონდა, რომ ბევრი ვიქნებოდით. ჩანაწერი იქნება, კი, დავდებ გიო. ჩანაწერს დავდებ, სპეციალურად შევარჩიე კვირა დღე, სპეციალურად შევარჩიე ისეთი დრო, რომ ჯერ არის დაწყებული რამდენადაც ვიცი მიტინგები და რაღაცა ვიფიქრე, რომ მოახერხებდით უფრო. ბევრი ვიქნებოდით, იმიტომ რომ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შენი ამბავი კი ვიცი, გიორგი, რომ მუშაობ კვირას. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ერთიანად როცა ვხატავთ ყველა ერთად. ამასაც აქვს ხოლმე ძალა. ასე რომ თუ იცით მეგობრები, რომლებსაც ძალიან და შეუძლიათ ახლა შემოგვიერთდნენ და ხატონ და გაიგნება. არ იქნებათ ზონდი. თან ვაკვირდები მეც პროცესში როგორი რეაქცია მაქვს. მინდა გითხრათ, რომ ერთიანად რასაც ვგრძნობ, ძალიან დაძაბული ველია, მხრები, გულმკერდი, სულ დაძაბული მაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით სტრესში ხართ. მადლობა, ეხლაც დაგესწრებით და საღამოს ვხატავ. მადლობა, გიორგი. ხარ ოქროს ბიჭი. აბა მომწერეთ ყველამ თითო სიტყვით როგორ ხართ. აი უბრალოდ ეცერთავი სახელი არ ვიცი, მოშვებული, დაძაბული, გაღიზიანებული, გაბრაზებული, გახარებული, მშვიდი, როგორი ხარ, აბა თითო სიტყვით ყველამ მომწერეთ კომენტარებში. მაინტერესებს ერთიანი განწყობა თქვენი. იმიტომ რომ მე რასაც გრძნობ, დაძაბულობაა საკმაოდ. ახეთ მე დავასრულე. ფოტოშორის ამ რუქის ეს ალგორითმი, რომ ესე ვთქვათ, შევქმენი. ცოტა დაძაბული.
ერთ-ერთ დღეს ვიყავი მიტინგზე და იქ წამოვიდა ეს რაღაცნაირად შეგრძნება იდეა და სურვილი ამის შექმნის და ასე როცა მოდის ხოლმე ალგორითმი ყოველთვის ვაკეთებ. მე მიყვები ხოლმე ამ იმპულსს. ყველა არ მოდის ხოლმე. ეხლა რას ვაკეთებ? ნახეთ შემდეგი ეტაპი. მე ხა გავყვები ჩვეულებრივ კისრის დაძაბულობა მაქვს. ხო, იმ ხრები კისერი არის მთლიანად, ხელები მთლიანად მეძაბება, როგორც კი ესე გადმოვდივარ, შემოვდივარ, ესე ვთქვათ, შეგრძნებით ველში, ვინც ხატავთ და თან დიდი დაძაბულობა. ახლა შემდეგი რა არის? ახლა რას ვაკეთებ? აქ უნდა დავამატოთ ის ფიგურები, ის საზრისები, რომლებიც გააძლიერებს ხო ამ ყველაფერს, ხელს შეუწყობს. ხო, აი მეც ხრებია წერ. და რა არის ეს? ნახეთ, მე შევარჩიე ეს რამდენიმე სიტყვა, რომელიც მინდა რომ თქვენ შემოგთავაზოთ და მინდა რომ ეს საზრისები, ეს ფიგურები დავამატოთ ახლა აქ. ისაც ხელს შეუწყობს ამ პროცესებს, ნახეთ. შეგიძლიათ გვერდზე ჩამოწეროთ სადმე თქვენს ან ფურცელს უკან დააწეროთ ფურცელს. ან მოდით იცი რა გავაკეთოთ? არა. თქვა რომ ეს ვიზამთ ახლა. მოდით ახლა ყველა ერთად დავწეროთ თვითონ მიზანი რა არის. ამოატრიალეთ ნახატი, მე ხარ ამოატრიალებ, იმიტომ რომ ხოს და სხვა ფურცელზე დავწერთ, თქვენ შეგიძლიათ უკანა მხარეს დააწეროთ ნახატს, ან სადმე ცალკე ფურცელზე ჩემსავით. გავააქტიუროთ, მოდით ახლა ყველა კონფლიქტები წამოვწიოთ. და ისე დავიწყოთ თვითონ, იმიტომ რომ აქამდე ახლა ვაკეთებდით თვითონ რუკის გააქტიურებას და ახლა წამოვა თვითონ ალგორითმი. ამიტომ პირველ ეტაპზე მოდით დავწეროთ რა არის მიზანი, რისთვის ვხატავთ, ხო? და აწმყოში ვწერთ. ჩემი ქვეყანა არის გამთლიანებული ძლიერი თავისუფალი თუ გინდათ თქვენ რაღაცა სხვა ფორმულირება მიეცით ამ ფრაზას. ერთიანი სულისკვეთებით და მე თავს ვგრძნობ. ნახეთ, აუცილებელია ხა ამ კოლექტიურ როლს გამოეყოთ და მე თავს ვგრძნობ და შეეხოთ თქვენ ემოციებს, რომ შენ თავს როგორ გგრძნობ, როდესაც შენი ქვეყანა არის ძლიერი, გამთლიანებული, თავისუფალი და ერთიანი სულისკვეთებით. მე თავს ვგრძნობ ლაღად. მე ხა ჩემსას ვწერთ, თქვენი სიტყვები შეგიძლიათ დაწეროთ. შვიდად. დაცულად. ჰარმონიულად. თავისუფლად. და ასე შემდეგ. თქვენი სიტყვები დაამატეთ ახლა აქ, რომ როგორ გინდათ რომ იგრძნოთ თავი. და ქვევით ვაწერ ფრაზას, რომელსაც ვწერთ ყველა. ჩემი მიზანი, ან სურვილი, არ ვიცი რომელიც უფრო რეზონირებს. მატერიალის და სასიკეთოდ ჩემთვის და არა ჩემთვის ჩემი ქვეყნისთვის და მთელი სამყაროსთვის. ახლა ყველამ დავწეროთ ეს. ხრების დაძაბულობა მაქვს და კბილების კი ბატონო. ხო, კბილები და ეს ზოგადად ყბის არე არის გამოუთქმელი ემოციები, ნეგატიური, გამოუთქმელი ბრაზი, გამოუთქმელი გაღიზიანება, ემოციების გაკონტროლება, ეს კბილებს რო ვაჭერთ ხოლმე ხო ერთმანეთს რო არ თქვათ, არ გამოვხატოთ, აი ეს არის სწორედ ეგ.
დამიწერეთ პლუსები, როცა დაწერთ და შემიძლია რომ გავაგრძელო. თავის ტკივილი, საფეთქლები, ზურგის ტკივილი, კი ბატონო. მკერდის არეში ვგრძნობ სიმძიმეს, ხო მარიკა, მეც ძალიან დიდ სიმძიმეს ვგრძნობ მკერდის არეში. ხელი არ მემორჩილება, ესეც ნორმალურია. კი ბატონო, და თუ დაწერეთ, მოდით ახლა დავწეროთ, ჩამოვწეროთ სიტყვები, რომელიც წამოვა ნეგატიური, ანუ ამასთან მიმართებაში. პარალელურად ახლა მე მოვნიშნავ ჩავინიშნავ წამზომით 2 წუთს და 2 წუთის განმავლობაში წერთ ყველა სიტყვას, რომელიც მოდის ნეგატიური. აი ისიც გეშინიათ, ეს შიშია თუ ეს მდგომარეობა, თითო სიტყვით წერთ. წამით. ჩაბა დავიწყეთ წერა და რაც მოდის წერთ ყველაფერს. მაგალითად, ავიცი, წერ მეშინია, დისკომფორტი, მეტგაცრუება, სიმძიმე, კონტროლი, დაძაბულობა, ომი, სიკვდილი, სისხლის ხრა, რუსეთი, რაც მოდის სიტყვები, წერ. მე ხა ჩემსას წერ. მე რაც მოდის თქვენ წერთ თქვენსას. მაქსიმალურად დიდი რაოდენობის სიტყვები მეტი უნდა დაწეროთ, ანუ რაც მეტ სიტყვას დაწერთ, მით უკეთესი. Stop. და ეხლა მინდა რომ გადაერთოთ, როდესაც ეს პოზიტიურად რეალიზდა, ანუ გამთლიანდით კარგად ვართ, ყველაფერი კარგად გვაქვს, იმ მდგომარეობიდან წერთ სიტყვებს, დადებით, ანუ დადებითი რა მოდის. შეიძლება სიტყვები მეორდებოდეს. რამდენჯერაც მოვა, იმდენჯერ დაწერეთ. და stop. გავჩერდით. ახლა ვითვლი. ოცდა 6 ნეგატიური სიტყვა. 11 დადებითი. და შემდეგ ავატრიალე ეს ფურცელი და ეხლა ვწერ რა მჭირდება მე, რა რესურსები მჭირდება, რა დამხმარე ფიგურები მჭირდება მე აი აქ, იმისთვის რომ ეს სასიკეთოდ ჰარმონიზდეს და მოვლენები განვითარდეს ჩვენთვის სასიკეთოდ. და მე შევარჩიე რამდენიმე სიტყვა თქვენ შეგიძლიათ რომელიმე შეცვალოთ და ამატოთ, ჩაანაცვლოთ. მე ჩავთვალე რომ აქ უნდა გამომეყო პირველი ფიგურა ერთობა. ანუ აქ ჩემთვის ეს ასევე ნიშნავს თანადგომასაც. მეორე თავისუფლება. სიყვარული გადაარჩენს სამყაროს
მიმღებლობა, ფიქრობ, რომ უნიშნელოვანესია, იმიტომ რომ რაც მეტად მივიღებთ ერთმანეთს, ნაკლებად ვიქნებით კონფლიქტში, მით უფრო გავძლიერდებით. და მადლიერება. მადლიერება არის ის ენერგია, ის ვიბრაციული სიხშირე, ის ემოცია, რომელიც ახდენს საოცრებებს. მადლიერება და სიყვარული არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალ ვიბრაციული ემოციები. აბა რა ქენით. ესე იგი, ეს 5 სიტყვა ჩამოწერეთ, მნიშვნელოვანია. და ეხლა ამ ფიგურებს ამატებ აქ. ნახეთ. და შემოვხაზო ერთობა და მინდა რომ ერთობა დავხატო. არ ვიცი რატომღაც სადღაც აქ მინდა რომ გადაყვეთოს. ეს წამოვიდა და აქ ვაწერ ერთიანს, ეს ნიშნავს რომ აი ერთობა. ეს აქ. თავისუფლება არის ჩემთვისაც ერთ-ერთი უდიდესი ღირებულება და ფასეულობა, ამიტომ თავისუფლებას დავხატავ ესეთი გიგანტური ფიგურით აი აქ. ეს ჩემთვის არის ასე. თქვენ შეგიძლიათ დახატოთ სადღაც ეს ფიგურა უფრო პატარა. სიყვარული არის მეორე ასევე უდიდესი ფასეულობა ჩემთვის. სიყვარული რატომღაც მინდა რომ დავხატო. აი აქ. და თუ შევხედავთ იმას, რომ სიყვარული და თავისუფლება გადაიკვეთა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის რაღაც კავშირშია ეს ორი საზრისი. მიმღებლობას დავხატავ. აი აქ. ავაწერო 4-ს. მეოთხე არის მიმღებლობა და მადლიერებას დავხატავ აი აქ. მადლიერება. გამოგდით. შვენიერი. და ეხლა თითოეულ ფიგურას, აქ რომელიც მაქვს. თითოეული ფიგურიდან, გამყავს თითოეული ფიგურის გავლით გამყავს ხაზები ნახატზე, ნეიროგრაფიკული ხაზები, ნეიროგრაფირებას უკეთებ თელ ნახატს. ნახეთ, წამოვიღე ეს ხაზი. ჩემთან გაიარა ნახეთ სიყვარულზე, თავისუფლებაზე, დამუხტა ქვეყანა, დამუხტა ჩემი სამშობლო. გააგრძელა სულ სივრცეში, იმიტომ რომ ეს ენერგია სულ დენადია, სულ მოძრავია, არც დროს არ ჩერდება. ეს არის ხა ჩემი ენერგია, ხო, ეს ხაზი, ჩემი ძალისხმევა, ჩემი ემოციები, ჩემი ფიქრები, რომელთაც მინდა რომ ეს ნახატი დავმუხტო, დავტვირთო. მერე თუ კონფლიქტურია ეს ემოციები და ფიქრები, ცხადია ჰარმონიზება გავუკეთო, გადავაქციო რესურსად. ნახეთ როგორი მიმართულება აქვს. აქედან აქეთ ამყავს ეს ხაზები. ნახეთ ეს ხაზებს სულ მიეცით ერთი მიმართულება, აქედან აქეთ ატარეთ თუ ასე ატარებთ, თან თქვათ, არ ვიცი, ცოტა დიაგონალურად, მაგრამ ესე არ ვქნათ, ხო, რომ ხან მარცხნიდან გავატარე, ხან მარჯვნიდან მიმართულება არ უცვალოთ ხაზებს. ერთი მიმართულება აირჩიეთ და იმ მიმართულებით დამუხტეთ. ეხლა აქვე გეტყვით, რომ ვიცი რომ ეს მოხდება. გექნებათ ამაზე კითხვები. ცოტა გაამსხვილეთ. ოდნავ გამოკვეთეთ კონტური, ხო? მერე რო არ ჩაგეკარგოთ ეს. ანუ გადაუვარეთ, ცოტა მოვქათ. თვითონ რუქის კონტური გააძლიერეთ, რომ არ ჩაგეკარგოთ, ხო? ხაზებში რო არ დაკარგოთ მერე.
ვისაც არ გაქვთ რუქა ამობეჭდილი, ისედაც რომ შემოგვერთდეთ და ველი გეჭიროთ, როგორც ახლა გიორგიმ გააკეთა, თან გაიქნება, იმიტომ რომ რაც მეტი ვართ, მით მეტი ემოცია, მეტი ძალა, მეტი ენერგია. ამოკვეთე. ახლა ვიწყებ დამრგველებას. ვიწყებ ჰარმონიზებას. ყველა გადაკვეთის, რომელიც ფურცელზეა. შევეცდები, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავაკეთო. თქვენც რო არ წაკეთოთ ბევრი დრო და მეც რომ ინსტაგრამმა არ გაგვიჩნდეს შემთხვევით ლაივი. რაც კი გადაკვეთა ფურცელზე ყველა სამუშაოდ. ნახეთ, ჩემი ხელი რატომღაც პირველი წავიდა და დაიწყო დამრგველება მეოთხე ფიგურის, მეოთხე რესურსის. ჩავიხედო იქ დაწერილი რომ აქვს. დავიკითხო რას ნიშნავს ის, აღმოაჩინე რომ არის მიმღებლობა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მე გვეცნობიერად ვთვლი, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მიმღებლობა ამ ყველაფერში, ამ მთელ პროცესში და ალბათ თქვენც დამეთანხმებით, ხო? რომ მიმღებლობა არის ის, რაც ძალიან გვჭირდება. ტრობა და გაუფასურება არა, ხო, ერთმანეთის თანადგომა მიმღებლობა. რომ ვიყოთ ძლიერები. რომ ვიყოთ რესურსულები, რომ შევძლოთ რაღაცის გაკეთება. იმიტომ რომ როცა არ ვართ რესურსულები, არაფრის კეთება არ შეგვიძლია, არ გვაქვს არც ენერგია, არც ძალა, არაფრის შეცვლის. ჩემი შეგრძნებით დაძაბულობა მიკლო. ანუ რომ შევედით პროცესში და დავიწყეთ ამის. ნახეთ, დამრგველება, კონფლიქტების ჰარმონიზება. ითქოს უფრო ველიც ნელ-ნელა თანაბრდება. კი, იქეთ ლაივს შევინახავ აუცილებლად და კარგი იქნება თუ დახატავთ, ვინც ახლა ვერ ხატავთ. რაღაცა პერიოდით შევინახავ, ცოტა ხანი ახლა მე აქტუალური რო აღარ იქნება, ავიღებ ალბათ და ვარქივებ. ვიჭერობით იყოს, იმიტომ რომ საკმაოდ აქტუალური არის. მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. ხო, ისე მართალი ხარ, კეთო, ეს თემა სულ აქტუალურია. მართალი ხარ, სულ აქტუალურია ეს თემა. მე ყოველ შემთხვევაში რაც თავი მახსოვს, სულ აქტუალურია. სულ რაღაცა ხდება ჩვენთან. აბა რამდენად გამოგდით მომწარეთ, მოგწონთ, არ მოგწონთ, ნახატი, გამოგდით, არ გამოგდით, გაღიზიანებთ, შვიდად ხატავთ, ორი სიტყვით უკავშირი მომეც. მედის შეგრძნება წამოვიდა, რომ ასე იქნება. ფანტასტიკურია, მშვენიერია. ესე იგი, შენმა
ლიკაშენმა ქვეცნობიერმა უკვე დაიწყო ამ აღქმის ტრანსფორმირება. უკვე შენი აღქმა იცვლება, რაც ნიშნავს, რომ შენი ემოცია, ფიქრი, გაწყობა, ქმედება იცვლება. შედეგად ეს ჯაჭვურად, რაც აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას საერთო ველზე. წარმოიდგინეთ, ხა ყველა ერთად მთელი დედამიწა დამშვიდდეს, უცებ და ჰარმონია მიიღოს ერთმანეთი და რო გადაწყდეს ყველა კონფლიქტის შინაგანი ყველა ადამიანში. არც მიიქნება. არც ეს კომპეტიშენი, არც, რა ვიცი, ცხოვრებთ სამოთხეში. რაც მეტნი ვიქნებით, ანუ ჰარმონიზებული განწყობით, ეს ერთიან ველს ძალიან დაეხმარება. ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ ხოლმე ამ დროს, რომ დიდი დოზით არ ჩაერთოთ ნეგატიურ ემოციებში. ანუ განცდით გასაგებია კიდევ ვიმეორებ, რომ რთულია რომ არ განიცადო და მithumetes თუ ჩართული ხარ და უყურებ ან ტელევიზორს ან პირდაპირ მithumetes თუ იქ დგახარ გარეთ, ეს ძალიან რთულია, ესე რომ არის მოქმედოს შენზე, მაგრამ შეეცადეთ, რომ თქვენ იყოთ სულ უფრო პლუსისკენ მაინც, უფრო იმედით, უფრო შემართებით, უფრო სიკეთით, სიყვარულით იყოს ეს მართული და არა ბოღმით, ბრაზით, წყენით, შურისძიების სურვილით, იმიტომ რომ კერძე მომეშვა სიმძიმე, მაგრამ ყურებში მომაწვა რაღაცა. ხო, ძალიან კაი, ესე იგი პროცესში ხარ, მარიკა, შენს გადამუშავების ყველაფერს. ეს მომგვალებები უნდა იყოს მაქსიმალურად დამუშავებული. გადაკვეთები. შეეცადეთ, რომ არ მიაფუჭეჭოთ, ხო? მე მაინც ავწtildeობ, რომ სწრაფად დავხატო და თქვენ კარგად დაამუშავოთ. ხელებში მემატა ზაბულობა. თაგვერდით როგორც ხეთხართ, ფეხზე ხო არ გაქვთ გადადებული ან გადანასკოლე ფეხები ერთმანეთზე, ესეც არის ხოლმე ესეთი ფორმა ენერგიის არ გატარების. პირიქით შეეცადეთ, რომ ფეხები მყარად დადოთ იატაკზე, ტერფები დამიწება გააკეთეთ და ისუნთქეთ, სუნთქვით. მიეხმარეთ პროცესს. შეეცადეთ, რომ დალიოთ წყალი. ამიტაც ძალიან დაეხმარებით სხეულს მიმდინარე პროცესების ცვლილებების გატარებაში. ნეიროკონტური ამ დროს მაქსიმალურად ხურდება, ნეირონები ხურდება, რო ხურდება იწყებენ მერე შეერთებას ახალ ნეიროკავშირებში და ეს რომ მოხდეს მაქსიმალურად თქვენთვის ჰარმონიულად და სხეულმა მარტივად გაატაროს. ის, რასაც გრძნობთ ხელებში, მხრებში, კისერში, ეს დაძაბულობები, დისკომფორტები, ეს არის დისკომფორტი გამოწვეული იმით, რომ ტვინი გრძნობს ცვლილებებს. ტვინს გულისხმობ ხა ცნობიერი ნაწილი, რომელსაც არ უნდა, რომ რამე შეცვალოთ, იმიტომ რომ უსაფრთხოდ არის კომფორტის ზონაში. ყოველთვის შეეცდება, რომ გაგაჩეროთ აი ამ ცვლილებებისგან, ხო? იყავი, სადაც ხარ, გეუბნება, უსაფრთხოდ ვართ, არ გამოყოთავე, არ გამოძვრე, არაფერი არ შეცვალო.
აი ამას ახლა მაქსიმალურად შეხედეთ ისე, რომ ეს უბრალოდ პროცესის ნაწილია. მტვინი ეწინააღმდეგება. შეიძლება გამოიხატებოდეს ფიზიკურად. გულისხმობ ამ დისკომფორტებს, შეიძლება ემოცია წამოვიდეს, ესეც ნორმალურია. შეიძლება ფიქრებით გიტევდეთ, ანუ მენტალური წინაღობის ფორმით გამოიხატებოდეს. მე მგონი მთლიანი ფურცელი არ ჩანს. კითხულობ გოლებ ხვდები არ ჩანს. ანუ მაქსიმალურად შეეცდება ახლა რომ გაგაჩეროთ. ეს არის უბრალოდ დაბრკოლების ფორმები, რაც ნორმალურია ნეიროგრაფიკის ხატვის დროს და არ შეგაშინოთ ამან. როგორც კი მოვჩებით, გაგივლით ყველაფერი. მთელია სავარაუდოდ აქ ვისაც ვხედავ ყველა უკვე ისედაც ანუ არ არის უცხო მათთვის ეს პროცესი, ამ პროცესში სხვადასხვა დისკომფორტი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას ბევრი ადამიანი დახატავს შემდეგ, რომ დავტოვებ ამ ჩანაწერს და მათთვის გავაჟღერებ, ვინც იქნება შედარებით ახალბედა ამ პროცესში. რომ ნებისმიერი დისკომფორტი არის ოკეი. არის მისაღები, არის ნორმალური, არის პროცესის ნაწილი, როდესაც იწყებ პროგრამის შეცვლას, რწმენა წარმოდგენის შეცვლას, რომელიც ხელს უშლის შინაგან ჰარმონიას და ამ შემთხვევაში ხა ჩვენ კოლექტიურ ველს უფრო მეტად უკავშირდებით, იმიტომ რომ ესეთი გლობალური საკითხია და რა ემოციასაც დაიჭერთ თქვენში, რა გააზრებამდეც მიხვალთ, შეეცადეთ, რომ დააკავშიროთ საერთო ერთიან ველთან და განწყობასთან აზრობრივად, ხო? იმიტომ რომ მაინც უფრო ყველა ერთიან რწმენა წარმოდგენები, აქ მუშაობს უფრო აი ეგრეგორის დონეზე ის რწმენა წარმოდგენები და ესეთი პროგრამები რა, კოლექტიური, თქვენი პირადი ნაკლებად. ეგრეგორის ლეველზე ჩავალთ ფერის დროს და ეგრეგორი, ვინც არ ვიცით, არის ფსიქოენერგეტიკული სტრუქტურა, რომელსაც მივეკუთვნებით, ხო, რაღაცა ნიშნის მიხედვით და ამ შემთხვევაში ქართველების ეგრეგორი, რომელსაც ყველა მივეკუთვნებით, იმ ნიშნით, რომ ვართ ქართველები, ვცხოვრობ საქართველოში. აი ეს ამ ეგრეგორის შრეზე, ამ ლეველზე, ამ სიღრმეში ხდება ახლა ყველა ცვლილება, რომელსაც უფრო მეტწილად ამ თემასთან მიმართებაში მეტწილად ეს ცვლილებები მიდის მაგ შრეებში. კოლექტიურ არაცნობიერში. ეს დისკომფორტები და დაძაბულობა კი მაქვს, მაგრამ რაღაცნაირად შინაგანი სიმშვიდე მაქვს, მე პირადად და მშვიდად და ჰარმონიულად ვგრძნობ თავს. თითქმის მოურჩი დამკვლებას და გადავალ ფერზე. ვინც ვერ მომყვებით სიჩქარეში, არაფერზე არ იდარდოთ. მიყევით რა თქვენი ტემპით, მიყევით ხატვის პროცესს. მე ჩანაწერს ეგრევე დავდებ და შეძლებთ რომ ჩართოთ და გააგრძელოთ, განაახლოთ ხატვა. უბრალოდ ჩემს განრიგს უნდა გავუყეს შემდგომს და დიდი ხნითაც ვერ დავრჩები თქვენთან აქ. დავხატოთ და დავიშალოთ. ვინც მიდიხართ მერე შეხვედრაზე, შეკრებაზე წახვალთ და ასე შემდეგ. ნახეთ, დავასრულე დამრგველება, ახლა მაქსიმალურად გადავხედე, უყურებ სადმე რამე ხო არ გამომრჩა. ყველა გადაკვეთა იყოს დამუშავებული. ცხადია, რაც მეტი ხაზი გაქვთ, დღემშვიდობის საერთოდ. რაც მეტი ხაზი გაქვთ, მით მეტი გადაკვეთა წარმოიქმნება ხოლმე, როგორც წესი დიდწილად. პარალელურ ხაზებს თუ არ ვავლებთ, ხო? და მით უფრო მეტ კონფლიქტს ვაგვარებთ ერთ ხატვაში. აბა როგორ მიდის საქმე, ვინმე ხო არ არის, რომ ტემპში მეწევა და ამ ეტაპზეა ჩემთან ერთად.
ისე იგი ლიკა მომყვება, ფეხ ოჩახ ლიკა. ახლა გადავალ ფერზე და რა არის მნიშვნელოვანი ფერში ნახეთ. არ დავქსაქსოთ და არ დავშალოთ მოზაიკად ეს ნახეთ. პირველი ყოვლისა ქვეყანა თვითონ ერთიანად გავაფერადოთ აუცილებლად ერთ ფერში. ეხლა რადგან ეს არის, ნახეთ, იმედი მაქვს, რომ არ ჩაგეკარგათ თვითონ კონტური, გთხოვეთ მისი გამოკვეთა. ეხლა არის მნიშვნელოვანი, რომ თვითონ ქვეყნის კონტური გავაფერადოთ ისე, რომ იყოს გამოკვეთილი. მე ხა ამ შემთხვევაში რატომღაც მინდა რომ გავაფერადო მწვანედ და გავაფერადებ მწვანედ. მე ვკითხავ ჩემ თავს, რომ რატომ მომინდა მწვანე. რა არის ჩემთვის მწვანე ფერი? აქვე მომდის პასუხი, რომ მწვანე ფერი არის ბუნებრივი ჰარმონია, არის სიმშვიდე, არის ყვავილობა, არის სიცოცხლე. რაღაცნაირი ცოდნა. როგორც ჩანს, ეს ენერგია ახლა ჩემი არაცნობიერის გადმოსახედიდან ჭირდება ამ პროცესს. დავაფერადებ მთლიანად. ნახეთ, წრეზეც გადავედი, იმიტომ რომ ახლა ამ შემთხვევაში მთავარი ფიგურა არის რუქა და ჯერ ვაფერადებ რუქას კარგად. I'm going ცოტა მოუმატე ტერიტორია ჩვენ ქვეყანას, იმიტომ რომ იქ რაღაცას გავწვდი მგონი. ხარ გავზარდოთ. აქვე ნეიროგრაფიკულ ტერიტორია ხوار მოუმატოთ სადმე მარჯვნივ მარცხნივ. ანუ პრაქტიკულად ახლა ჩვენ დავმუხტეთ ქვეყანა დავმუხტეთ ნაიმ ჩამონათვალით, ხო? ანუ ერთობის ენერგიით, თავისუფლების ენერგიით, სიყვარულით, მადლიერებით, იმღებლობით. ხათაშორის ნახეთ, ფერი, როგორც უკვე გითხარით, არის სწორედ აი ეგშრერა, ეგრეგორი. ანუ კოლექტიური პროგრამა. მინდა გითხრათ, რომ ხელი აქ გაცილებით უფრო მეტად მეძავება ეხლა და დისკომფორტში მაქვს, ვიდრე როცა ვამრგვალებდი გადაკვეთებს. ანუ ამ შრეზე მიდის ყველაზე უფრო ღრმა პროცესი და ინტენსიური, როგორც ჩანს აქ. ლოგიკურიც არის. რამე კითხვები ხო არ გაქვთ აქამდე, შეგიძლიათ რომ დამისვათ. იკოპსიდან არ უყანდოთ, ხო? ავა ერთიანად გავზარდოთ ტერიტორია. თქვენთვის ესეთი ყველაზე უფრო საყვარელი რაღაცნაირი დადებითი ემოციის მომგვრელი ფერი რაც არის, თქვენ შეგიძლიათ ის გამოიყენოთ, არ არის აუცილებელი, რომ თქვათ ხა მე რომ მწვანე მომინდა, თქვენც მწვანე გააკეთოთ. ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს ლურჯი, ვიღაცისთვის ცისფერი, ვიღაცისთვის ყვითელი. მოусმინეთ თქვენ თავს. მარტივად ვაფერადებ, აი ბავშვები როგორც აფერადებენ. ასაფერადებელს ის თავარი არის, რომ ეს მოძრაობა იყოს ხელის ინტენსიური. ხა გადავხედეთ ამ სწრების ჩამონათვალს და ერთ-ერთი უდიდესი ჩემი აზრით და უნიჭიერესი მხატვარია ქალბატონი, რომელიც გვესწრება
ძალიან გამიხედა. ერთი მე და შენი გეგმაშია ისევ. და ეხლა უნდა გავაფერადო აი ეს რესურსები ხო, წრეები, რომლებიც დავამატე, ეს 5 წრე. ლაივს შევინახავ აუცილებლად კი. და ეს რესურსები უკვე თქვენ როგორც მოგესურვებათ, აი რა ფერიც უფრო რეზონირებს თქვენთან, იმ ფერებად შეგიძლიათ რომ გააფერადოთ. მწვანე და ყავისფერი მიტრიალებს თავში ზაფხული და გულია, ხო? ყავისფერი სხვათა შორის კარგია აქ რომ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ არის ერთგვარი მინუსში რომ განვიხილოთ ყავისფერი სიჯიუტია, მაგრამ პლუსში არის სიმტკიცე, ძალა. აი რაღაცა შენსას რო გაიტან, შენსაზე რომ დგახარ. რო არ იცვლი პირს, რო არ იცვლი. ფეხს და დგახარ შენსაზე. აი ეს სიმტკიცე და სიჯიუტეს ვარზეროა. ეს ძალიან გჭირდება. პლუს ყავისფერი ასევე არის კარმული ფერი. კარმის ფერს ეძახიან. კარმული ვალების დამუშავების და ალბათ კი ექნება და გვექნება ყველას მიგენი. რატომაც დავიბადეთ მე რა შედეგად აქ ცოტას დავფერავ ამ გულს, ცოტა მუქი ყავისფერით. ძალიან მესიამოვნა ყავისფერი. სიმტკიცე ნამდვილად გჭირდება და შევხედა რომელ რგოლს ვაფერადებ ყავისფრად, თურმე მიმღებლობას, იგი სიმტკიცე, მეტი სიმტკიცე მიმღებლობაში. აქ მინდა რომ აი ეს რაღაცნაირი ღრმა ოკეანის ფერი გამოვიყენო. ეს არის პირველი ერთობა. ნახეთ როგორ რეზონირებს ახლა ასოციაციაც ოკეანე წამოვიდა და აი ეს ერთიანი ძალა, ოკეანე რატოა ასეთი ძლიერი, იმიტომ რომ არის უდიდესი და ეს ერთობის სიმბოლოც არის, ხო? ერთიანად ღელავს, ერთიანად მშვიდდება. ძლიერია, იმიტომ რომ არის ეს ტალღა ერთობის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეხლა შემდეგი მინდა რომ ესეთი ლურჯი გამოვიყენო და ეს ლურჯი არის ამ ლურჯ ფერში გავაფერადებდი აი ამას მესამე ბურთს დავხედავ რა არის და ეს არის სიყვარული ესეთი უამაზესი ლურჯი ჩემთვის კონკრეტული ასოციაციები აქვს ამ ლურჯს და შესაბამისად როგორც ჩანს ხა ჩემ პირად ასოციაციებს არ მოგახვალთ ჩემ ინდივიდუალურ აღქმას, მაგრამ ამ ლურჯს ნამდვილად ეხლა რომ მაკვირდები აქვს ჩემთვის სიყვარულთან დიდი კავშირი სიყვარულის განცდასთან. ამიტომ ჩემთვის ლოგიკურია რატომ მომინდა რომ ეს მესამე ბურთი გამოფერადებინა ლურჯად და ამ ლურჯით მაინდა-მაინც და აღმოჩნდა თან რომ სიყვარულია ეს. ლოგიკურია რატომ აირჩია ჩემმა ხელმა ამ ბურთისთვის ეს ფერი, ჩემთვის ძალიან ლოგიკურია. და შემდეგი ყველაზე ლამაზი ხარ თეკუნაო, დიდი მადლობა ნატ კრასაყვარდა. რაღაცნაირად ძალიან სასიამოვნო არის, რა თქმა უნდა. ამის მოსმენა ჩემთვის. მეხუთე მინდა რომ გავაფერადო არინჯის ფრად რატომღაც სურვილი წამოვიდა და რომ შევხედავ ახლა ეს ნარინჯის ფერი რა არის ნარინჯის ფერი ყოფილა გათლა უნდა ამ ფაქარს ერთი გავიტლი მეორე ნარინჯის ფერი
ნარინჯისფერი არის ჩემთვის სიცოცხლის მოძრაობა, ცეცხლი, აი სასიცოცხლო ენერგია არის ჩემთვის ნარინჯისფერი. ის რაც მაცოცხლებს, ის რაც მინთებს შიგნ ცეცხლს. ხოთშორს ამას წინათ წავიკითხა ერთ-ერთ წიგნში. ავტორი წერს, რომ უბრალოდ აღარ მახსოვს მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა და წერს იმას, რომ სიცოცხლე ან სული, როგორც გინდათ ისე დავარქვათ, ეს არის ის, რატომაც ბალახი არის ბალახი, თუ მასში სულია, თუ მასში სიცოცხლეა, რატომაც ხე არის ხე და რატომ არის ადამიანი ადამიანი. იმიტომ რომ თუ მასში სიცოცხლე არ იქნება და ეს სასიცოცხლო ენერგია, ბალახი იქნება თივა, ხე იქნება შეშა და ადამიანი იქნება უბრალოდ უსულო სხეული, გვამი. იმიტომ სიცოცხლე არის ის, რაც ყველაფერს ქმნის. სიცოცხლე არის მოძრაობა, სიცოცხლე არის ცვლილებები, სიცოცხლე არის ის, რაც ამ ყველა პროცესს აღძრავს. სასიცოცხლო ენერგია არის სული. და მომეწონა ეს ანალოგია. გამოვანათე ხა ეს ბურთი და წავიკითხავ რა არის, ეს ყოფილა მადლიერება. მადლიერება არის ჩემთვის არის მამოძრავებელი ძალა და ეს სასიცოცხლო ენერგია ჩემი არაცნობიერისთვის. მადლიერების განცდა და ვინც ხართ ჩემთან კლუბში, კი გეცოდინებათ, რომ სწორედ ამ მადლიერების განცდით და ამ ენერგიით რას ასწავლებს ვახდენთ ცხოვრებაში, რამხელა ცვლილებებში შევდივართ და როგორ ვქმნით ჩვენ სიცოცხლეს ყოველდღიურად მადლიერების განცდით. იმის მიმართ მადლიერების განცდით, რაც გაგვაჩნია, რაც გვაქვს. უამრავი მაგალითი გვაქვს უკვე გოგოებთან, ვინც ჩემთან ერთად ამას აპრაქტიკებენ და ხატავენ მადლიერებას. და ეხლა ეს ბურთი მხოლოდ ამჩა, ეს მეორე მინდა ეხლა რომ გავაფერადო. ფერებში ისე როგორ მომყვებით, იგივე ფერებში ხართ თქვენც თუ რაღაცა სხვა ფერების სურვილი მოგდით და ასოციაცია. საინტერესოა, მეინტერესებს. ამას გავაფერადებ მე ყვითლად. ამ მეორეს და დავიკითხავ თან მეორე რა არის. მეორე ყოფილა თავისუფლება. ყვითელი მართლა გავს თავისუფლებას. ეხლა არიშინია რომ გამოანათოს თავისუფლად ანათებს გამომჟღავნებული, გამონათებული სინათლეა, ხო, ეს რომ ჩემთვის ეს არის ყვითელი. აქაც გადაუვლი ამ ყვითლით, იმიტომ რომ ოდნავ აქაც მივცემ ამ ფერს, რადგან ეს ბურთები ერთმანეთზე არის ესე გადადებული. და გავაფერდებ. ესე უცბად გაიქროლა ერთმა საათმა. მითხარით, ვინც მიხვედით ფერებზე, როგორი ემოციებით ხართ და რა შვებით. შეგეცვალათ განწყობა, არ შეგეცვალათ. მოგემატათ ენერგია. შვიდად ხართ, ემოციურად ხართ. გამიზიარეთ, აბა ცოტა უკავშირი მომეცით. რომ მივხვდე, რომ მარტო არ ვხატავ აქ და მანდ ყველა არ ზიხართ და არ მიყურებთ. ხატავთ. ესე გამოვანათეთ თავისუფლება ამ ყველაფერში. და ფონი მინდა რომ მაქსიმალურად 7 იყოს, იმიტომ რომ სიმშვიდე, ხო, კიდევ 7-ად აღქმამ, 7 მდგომარეობაში, ჰარმონიულ მდგომარეობაში ყოფნა განაპირობებს, როგორც გვაკითხარით, აი ამ დაალაგებულ აღქმას ფილტრის, ემოციები ყოველთვის ფილტრივით დგება.
ესა და სიტუაციას შორის აღქმაზე ძალიან ზეგავლენას ახდენს, ელფერს აძლევს. სუპერ ენერგია მოვიდა რომ დავამკვანებ, შვენიერია. მადლობა ქრისტინა რომ იზიარებ შენ უკავშირისთვის, დიდი მადლობა. აქ მინდა რომ ეს ამ ცისფერით უღრუბლოცის საოცარი სიმშვიდის უსასრულობის ფერი არის ჩემთვის ეს და ამით დავაბალანსოთ ერთიანად ეს ნახატი, როგორც ერთიანი ფონი. თითქოს ჩემი წვლილი შევიტანე ამ ყველაფერში და მართლა მგონია რომ აუცილებლად ასე იქნება გამთლიანებული და თავისუფალი. თითქოს კი არა შეიტანე აბარაქენ ყველა ვინც ახლა ვხატავთ, შევიტანეთ ჩვენი წვლილი ჩვენებურად. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო პროდუქტიულია, ახლა ეს 1 საათი გაცილებით უფრო პროდუქტიული კი არა და ეფექტური იყო ამ მოვლენებზე ზეგავლენის მოხდენის თვალსაზრისით, ვიდრე რომ გაიყავი ახლა და მე 1000-ჯერ კიდევ მაგალითად განმეხილა თუნდაც მეგობართან, რომ აი რა ხდება, რა ვქნათ, რატოა ეს სიტუაცია. ანუ ეს უბრალოდ საუბარი მით უმეტეს ნეგატიურ კონტექსტში არის ენერგიის ფლანგვა, ხარჯვა უაზროდ. ვერც ვერაფრით ვერ ეხმარები ამ დროს. მადლობა შენ სახლიდან ამაზე კარგი რა უნდა გამეკეთებინა, ხო ნამდვილად. სახლიდან ამაზე კარგს ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. ჯერ ვამრგვალებ კისრის ტკივილი მატულობს და ველოდები ფერზე გადასვლა. სხვა ფერზე რა გადახვალ იგრძნობ, იმიტომ რომ ფერზე გადასვლისას აბსოლუტურად შემეცვალა რეაქციები სხეულში, ანუ რეფლექსია შემეცვალა. მადლობა გოგოებო კომენტარებისთვის. მადლიერი ვარ ამაში მონაწილეობის მიღების საშუალება რომ მოგვეცი. მადლობა თქვენ თითოეულს რომ მიიღეთ ამაში მონაწილეობა. თავარია რომ აქ ხართ და ამას მაკეთებთ. ჯერ არ დაგვისრულებია ისე რომ იცოდეთ, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაგვრჩა ფერის მერე. ფერის შემდგომი ეტაპი, როდესაც უკავშირდებით სწორედ აი ამ უმაღლეს უზენაეს გონს, ძალას, ღმერთს, სამყაროს და ვთხოვთ მხარდაჭერას ამ პროცესში, მის ჩართულობას, მივანდობთ მას პროცესის განვითარებას. ვამბობთ რომ დაიყოს ისე როგორც საუკეთესოა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის ამ ეტაპზე. არ ვცდილობთ რომ ჩვენ გავაკონტროლოთ, იმიტომ რომ ჩვენ ესე რომ შევხედოთ რა ფილოსოფიურად და გლობალურად დიდი არც არაფერი არ შეგვიძლია სათითაოდ ადამიანებს, თუმცა აი ერთიანად ჩვენ ვქმნით იმ ველს, რომელიც სამყაროსთან ამის მანიფესტირებას აკეთებს. ჩვენ სურვილს აფიქსირებს, ჩვენ თხოვნას აფიქსირებს, ჩვენ მართვას აფიქსირებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ. ყველამ ერთად და ცალ-ცალკე დღეს. და ახლა გადავიდეთ ბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპზე, როგორც უკვე გითხარით. მივმართავთ სამყაროს და ვამბობთ, რომ სამყაროს ხაზებს ვავლებთ, ველის ხაზებს ეძახიან ამას ნეიროგრაფიკაში. მადლობა დიდი ამ ალგორითმის მოფიქრებისთვის, აქედან მეტი უკეთესი რა შემეძლო მექნა ჩემი ქვეყნისთვის, ხო, მაიკოთან შენ აქ არ ხარ. მადლობა შენ რომ ხატავ ჩვენთან ერთად. ნახეთ, ვატარებ 3 ხაზს, აბსოლუტის ხაზს, რომელიც არის ერთი აუცილებლად არის მიმღებლობა. გავატარებ ახლა ამ ხაზს მარცხნიდან მარჯვნივ, მივყვები ჩემ ხაზებს.
სადღაც ჩემ ხაზებს გადავახტები, სადღაც გავუყვები სპონტანურად, ნეიროგრაფიკულად გავატარე მიმღებლობის კი არა და უპირობო სიყვარულის ხაზი პირველი. ესე იგი თან გძნობ ამ უპირობო სიყვარულს. მიმღებლობით სიყვარულს. მეორე ხაზს ვატარებ ნდობის რომ სამყაროს ვენდობი, ღმერთს ვენდობი, ამ ყველაფერი სასიკეთოდ ჩვენთვის მოხდეს. ეს მეორე არის ნდობის. და მესამეს გავავლებ მადლიერების პირველ რიგში თქვენს მიმართ. თქვენთან მინდა გამოვხატო მადლიერება თითოეული თქვენ და მე. დღეს რომ მოხვედით და ხატავთ ჩემთან ერთად და ამის საშუალება მომეცით, რომ ეს გამეცა, ეს სივრცეში ველში ის რაც მოვიდა, ეს ალგორითმი და გადამეცა თქვენთვის. მადლიერი ვარ თქვენი და სამყაროსი. სამი ხაზი გავავლე და ბოლო შტრიხი ძალიან მნიშვნელოვანი. ნახეთ. ვაფიქსირებ, ჩვენ ვიცით ვინც ნეიროგრაფიკას ვხატავთ, რომ ჩვენ აუცილებლად ბოლოში ალგორითმის 99%-ში გვაქვს ხოლმე ფიქსაციის ფიგურა. ერთ ფიგურას ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს ვაფიქსირებთ. ჩემით დავხატე კონტური, სხვა გზა არ მქონდა და შემოგიერთით ყოჭახმაიკო. აი, მოფიქრებაც. კიდე და მონდომებაა მთავარი და მოხერხებას რაღა უნდა ხო და მოფიქრებას. ყველაზე მადლობა თეკუნა, მადლობა გვანც. და ეხლა ნახეთ, ერთი შტრიხი დაგვრჩა, ანუ ფიქსაცია და ვაფიქსირებთ რას, აბა გამოიცნოთ რა თქმა უნდა, ვაფიქსირებთ საქართველოს. ჩვენი ფიქსაციის ფიგურა, ანუ სკელი მარკერით ახლა დავაფიქსირებ ჩვენ ტერიტორიას. რომ ეს ტერიტორია არის ერთიანი. რომ ეს ყველაფერი მთლიანად არის საქართველო. აფხაზეთიც არის საქართველო. სამაჩაბლოც არის საქართველო. თითოეული კუთხე კუნჭული ხელა სიყვარულით დამუხტული ამდენ კივილგამოვლილი, ომგამოვლილი ჩვენი ქვეყანა, რომელიც ყოველდღე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცა ვაკეთოთ, რომ გავიზარდოთ, შევიცვალოთ, ვისწავლოთ, მივხვდეთ, გავიაზროთ. აქ ცხოვრება რამდენს გაძლევთ და რამდენ რამეს გასწავლით, ხო? რთულია. ბევრი სირთულე ახლავს, ხო? მაგრამ რამდენ რაღაცას ვსწავლობთ და როგორ ვიზრდებით. ავაფიქსირე ახლა ეს კონტური და ამ სქელი ხაზების შედეგად თუ კი სადმე რამე გადაკვეთა წარმომექმნა. ამას დავამრგვალებ ახლა. harmonizებას გავუკეთებ ახლა ამ სქელ ხაზებს, ჩემს წვრილ ხაზებთან, თუ კი სადმე რამე გადამიკვეთა. ყველაფერს ვამრგვალებ. საბოლოო შტრიხი შემაქო. ესე იგი, ამით ხდება, თითქოს აი ღმერთის ნებას რო გადასცემ, რა რო იტყვი, რომ დაეიყოს ნება შენი, რო ეტყვი სამყაროს ღმერთს. აი სწორედ ეს აქტია ეს. ისე მოხდეს, როგორც საუკეთესო არის ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის. ძალიან მადლიერი ვიქნები გოგოებო, ვინც ხატავთ და ბიჭებიც თუ ხატავთ, რომ გააზიაროთ შემდეგ ან ეს ლაივი, ან თქვენი ნახატები, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ხატოს ამ პერიოდში, რომ
ავეხმაროთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. თანმადლიერი ვიქნები თუ გადააზიარებთ ლაივს და აფიქსირებთ ამით თქვენს ქმედებას ამ მიმართულებით. რომ აი მეც ჩემი სამშობლოს გვერდით ვარ და აი ამ ფორმით, თუნდაც ეხლა. თანმადლიერი ვიქნები თქვენი. ეს იქნება თქვენი მადლიერების გამოხატვა ენერგეტიკული ცვლა ჩემთან. ჩემთვის მადლობის თქმა თქვენი მხრიდან იქნება ეს. ნელ-ნელა ვასრულებ. თუ რამე კითხვები გაქვთ, დღევანდელ თარიღს დავაწერე და იბერია რომ გავწყინდება ჩარჩაში ჩავსვავ და ჩავუკითხო. შვენიერი იდეა. ხო, ეს ხო გახსოვთ, რომ ნახაც უნდა უყუროთ მერე და ამიტომ სადმე ისეთ ადგილას დაკიდეთ ან დადეთ, რომ ხშირად შეხედოთ და გამტკიცდეს შიგნით ეს. ეს ცვლილება. ხო, რას ვიძახდი რომ ნელ-ნელა ვასრულებ თქო და თუ რამე კითხვა გაქვთ, დამისვით აქვე. ან ამნახოთ თან, ან ისე ნეიროგრაფიკაზე თუ გაქვთ რამე კითხვა. ძალიან მალე უფრო აქტიურად დაგიბრუნდებით ისევ სტორებში, იმიტომ რომ მალე მექნება დავიწყებ ახალ კურსს ნეიროგრაფიკულს და თუ რამე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ დამისვათ. ყველას, ვინც არ ხატავთ ჯერ ან დამწყებები ხართ, იმასაც გეტყვით, რომ ინსტაგრამზე მინდევს ამ ლაივის გარდა სხვა ლაივები, რომლებიცაც შეგიძლიათ უკვე ძალიან დიდი ცვლილებები დაიძრათ. დიდი სიღრმისეული ცვლილებები. თქვენს არაცნობიერში, ცნობიერში, შესაბამისად აღქმაში, ფიქრში, ქმედებაში, ცხოვრებაში. და ხატეთ. ხატეთ, სანამ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, ამის საშუალება გაქვთ. უამრავი უფასო ალგორითმი მიდევს ცდომაში სწორედ ამისთვის, რომ ყველამ, ვისაც აქვს და არ აქვს საშუალება, ყველამ შეძლოს რომ ხატოს. მე მოვჭი ამ კოლებას. მინდა გითხრათ, რომ ერთიანად ესე რომ ჩემ მდგომარეობას რომ გადავხედო და რაღაცნაირად ვიგრძნო, მაქვს ძალიან შვიდი ჰარმონიული განწყობა, რაღაცა თავიდან ბევრად უფრო ისეთი იყო დაძაბული და კონცენტრირებული
ეხლა თითქოს ერთიანად სიმშვიდე წამოვიდა. მეც მაქვს შეგნით რაღაცნაირი შეგრძნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და აუცილებლად კარგად იქნება, სხვანაირად ვერ იქნება. ტავტოლოგია გამომივიდა, მაგრამ რა ვქნა ასე რა. ძალიან სასიამოვნოა თქვენი მოსმენაო. დიდი მადლობა თამარ. თან მიხარია თუ გსიამოვნებთ. მქონდა სხვათა შორის იდეა ეს დღეები რამდენიმე ლაივი გამეკეთებინა, თუნდაც ზოგი ისე უბრალოდ სასაუბრო თქვენთვის საინტერესო თემაზე, ყოველთვის რო არ დაგაყენოთ და არ გახატინოთ. უბრალოდ რომ გვესაუბრა თქვენთვის აქტუალურ თემებზე, რომ გამეცა კითხვებზე პასუხები, თუ კი რამე კითხვები გაქვთ. ერაგრაფიკასთან ისე არაცნობიერთან პროგრამებთან მუშაობაში შინაგან ცვლილებებთან როგორ ხდება ეს ყველაფერი, თუ საინტერესოა თქვენთვის, რამდენიმე ლაივს გეგმავდი და გავაკეთებდი 2-ჯერ 3-ჯერ შეგხვდებოდით ესე ინსტაგრამში ვესაუბრა თქვენთვის აქტუალურ თემებზე. აბა თუ გაინტერესებთ და თუ გინდათ, აბა აქვე რო დამიწეროთ პლუსები, მეცოდინება რომ აქტუალურია თქვენთვის. მადლობა, კარგი იყო ფერის მერე გაქრა დაძაბულობა, კი ბატონო, შვენიერი. აი ხედავ პლუსებს. ძალიან კარგი, თუ გაინტერესებთ მაშინ. აი თუ გაქვთ თუ ნახეთ, ამას წინათ მქონდა. ახლა არ მიხატიაო, მაგრამ უბრალოდ მოსმენა და ყურებაც მგონია რომ შედეგიანია. ხათა შორის კი, როცა უყურებ, ესეც შედეგიანია, ესეც რაღაცას ცვლის. იმიტომ რომ პრაქტიკულად ტრანსფორმაციის პროცესს უყურებ, პირდაპირ კონფლიქტები როგორ გარდაიქმნება ჰარმონიად. და ხათა შორის ეს ფულთან მიმართებაში რომ მქონდა ლაივი, რატომ არ გვაქვს ფული, ხო, რატომ არის რომ ეს ფულთან დაკავშირებული, ფინანსებთან დაკავშირებული პროგრამები ესე მწვავედ მუშაობს. ახლა ვინი ტყვის არა მაინტერესებს. ძალიან ბევრი ნახვები ქონდა ამ ეთერს და საკმაოდ მაღალი დასწრება. ხო და ვიფიქრე რომ რადგან თქვენთვის საინტერესოა, ესე უბრალოდ ლაივებითაც გამოვიდე და რაღაცა ჩემი ცოდნა და ჩემი გამოცდილება გაგიზიარეთ. თქვენს გექნებათ კითხვების დასმის საშუალება პროცესში. ვფიქრობ, რომ ამ მხრივად საინტერესო იქნება. ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა თქვენი კითხვები, თქვენი ფიქრები, თქვენი რწმენა წარმოდგენები. სხვათა შორის აქვე დაგისვამთ კითხვას, გერადად ხოვნა მაქვს ერთი თქვენთან, მე რესტორებშიც დავდებ. მჭირდება 5 გოგო, რომელსაც არასდროს არ უხატია არც ერთი კურსი ჩემი. ანუ არ ყოფილა არც ერთ კურსზე, არ უყიდია არც ერთი კურსი, არც ერთი მარათონი, არც ერთ გრძელ თუ მოკლევადიან ხატვაზე, მოკლედ ხატვაზე არ არის ჩემთან ესე ნამყოფი დახურულს გულისხმობს Zoom-ში, არა ინსტაგრამზე. რომ მომწეროთ პირადში, ძალიან დამეხმარებით. მომწერე და 15 წუთს წაგერცმევთ დროის, არც კი ალბათ კითხვებზე მინდა რომ პასუხი გამცეთ. მიყვარს შენი მოსმენა და თუ ხატვასაც ვახერხებ, საკუთარი თავი უფრო მსიამოვნებს. ნია, მადლობა უდიდესი. მახსოვ ხარ ძალიან კარგად სარკიდან სარკეში რომ მოხვედი სახატავად. და მიხარია რომ შენთვის ეს მეთოდი გახდა რაღაცნაირად ახლო და რეზონირებს და იყენებ. მადლობა დიდი. და პირადში მომწერეთ, ნინი შენ გნახე, დაგინახე, მომწერ, შენ მოგწერ და კიდევ მჭირდება 4 გოგო. რომელსაც არასდროს არ უყიდია არც ერთი ჩემი პროდუქტი. კითხვები მაქვს თქვენთან. და თუ არ დაგეზარებათ, რომ ცოტა დრო დამითმოთ, ან ზარის ფორმით დაგირეკავთ, ან კითხვას გამოგიგზავნით, რაღაც კითხვებზე რომ გამცეთ პასუხი. კარგი, ჩემოსაყარელო კი გამომადგები აუცილებლად.
ესე იგი მია და ნინი მყავს. კიდე 3 გოგო მჭირდება. მე მინდაო აგერ ხაიშაური თათი. ხა ჩაგწერთ კერა და ჩავიწერ ყველას თქვენს სახელებს. ქრისტინა, შენ არ ითვლები, იმიტომ რომ შენ ნაყიდი გაქვს ჩემი პროდუქტები. კვანცა შენ არ ითვლები, შენ ჩემთან კლუბში ხარ. ხო ხარ კლუბში. Ja, ვინც არასდროს, ვისაც არ უკიდია ისეთი გოგოები მინდა. კუსა მადიაპი. სოფიც მე მგონი არის ჩემთან კლუბში, როგორც მახსოვს სახელი და გვარი მეცნობა. არ ხარ სოფი შენ? სოფი დეკანოსიძე. მაიკო შენ კლუბშიც ხარ და ყველა ალგორითმი აქვს დახატული 10,000 ჯერ თითო. და სოფი დეკანოსიძე. ნათია ფიცხელაური, ახლა შემოგერთით რასთან დაკავშირებით ატარებთ გამოკითხვას. რასთან დაკავშირებით და ვინც არ ხართ, ვინც მიყურებთ, საინტერესოა თქვენთვის ის, რასაც გიზიარებთ, საუბრობ, ასე ვთქვათ, მაშინ გაძლევთ ეთერზე გიყვებით და თუ არის, თუ ვთქვათ, ჯერ უბრალოდ მიყურებთ და რატომღაც რაღაცა მიზეზებით ჯერ არ გიყიდიათ პროდუქტი, ჩემი არც ერთი. ანუ არც კლუბში ხართ, არც კურსზე ხართ. ასეთი გოგოები მჭირდება, 5 გოგო, რომ რაღაც კითხვები მინდა რომ დაგისვათ და თუ თქვენთვის არ იქნება ეს შემაწუხებელი და თუ დამითმობთ ცოტა დროს, კითხვებით მოგმართავთ. აი თამარ ბასი, მე ვარ ასეთი, კი ბატონო თამარ, შენც ჩაგწერ მაშინ ახლა. და კიდე ერთი კითხვა. კიდე ერთი დამჭა ესე, ერთი გოგო, ვინმე. ხუთი მაინც მჭირდებით მინდა. ხუთი ხართ უკვე, 1 2 3 4, არა, სოფი დეკანოსიძე არა. ყველა ჩავწერე და სოფი არის ჩემთან კლუბში. აი ანა ბოგველი. მადლობა დიდი ანა. მაშინ შეგაწუხებთ გოგოებო ამ დღეებში. პირად შემოგწერთ. ან კითხვის სახით ჩაგეკდებთ, ან დაგირეკავთ. თქვენთვის როგორც მოსახერხებელი იქნება. დაგისვამთ რამდენიმე კითხვას. ძალიან დიდი მადლობა უკავშირისთვის, მადლობა ამ დროისთვის, რომ დამითმეთ. ქეთა ცაგურია. მოდი ქეთა შენს გკითხავ მაშინ. ქეთა ცაგურია. ახლა ყველა კუთხე კუნჭულიდან ყველანაირი და საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტები აქ მყოფი ქართველები ყველა კუთხე კუნჭულიდან გავერთიანდით და ყველა ვხატავთ საქართველოს გაერთიანებაზე და მშვიდობაზე. ეხა მომივიდა აზრად კიდევ ერთი ფიქრი. და მოდი ამასაც დავამატებ და ვინც აქ ხართ პრაქტიკულად, ვინც მე ნახავს ეთერს, მშვიდობა დაგვიხატია. ფიგურა მშვიდობა. და მოდით ეხლა თუ კი სადმე ხედავთ ბევრ კონცენტრირებულ ახალ ნეიროკავშირებს,
შემოვხაზოთ ერთი ახალი ფიგურა, რომელსაც ერქმევა მშვიდობა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია თავისუფლებასთან ერთად. და აი ჩემ შემთხვევაში აი აქ არის ეს, ნახეთ, აი აქაც არის ნახევარწრესავით, აქაც და აი მას შემოვხაზავ როგორც ერთიან ახალ ფიგურას და წრეს. მადლობა შენ ჩემო ძვირფასო, მადლობა მარიკა დიდი ერთგულებისთვის და ნდობისთვის. ნახეთ, აი აქ შემოვხაზავ ახალ ფიგურას. რომელსაც დავარქვათ მშვიდობა. და ცხადია, რომ ამ ახალ ფიგურას ასევე დავამრგვალებ ახლა გარშემო. თუ კი სადმე რამეს ყვეთს, ანუ დამრგვალება, დამუშავება გავუკეთოთ. გადავთ როგორ მოვიდა მერე. იდეა დაიხვეწა გზაში. ქვია ამას, ამიტომ ყველა იდეა უნდა განახორციელოთ იმისთვის, რომ კიდე პროცესში განხორციელებას რო დაიწყებთ, აუცილებლად კიდევ დაიხვეწება, გაუმჯობესდება და თავის უკეთესი ვერსია გახდება. ეს არის ამის კიდევ ერთი მაგალითი. ისე გვაქვს ტვინი მოწყობილი, რომ კი ვსვამთ ხოლმე მშვიდობის სადღეგრძელოს სუფრასთან, მაგრამ ამ დაძაბულობაში აზრადაც არ მოვიდა ეს სიტყვა. ეხლა დავამატოთ. ცხადია, რომ ამ წრემ გადამიკვეთა რაღაცა ხაზები და ამას ახლა ვამუშავებ. უდიდესი მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ თქვენთაგანს კიდევ ერთხელ. დღევანდელი დღისთვის ერთად გატარებული დროისთვის. თქვენი სულისკვეთებისთვის, თქვენი მისწრაფებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი დარეგულირდეს, დასტაბილურდეს, ჰარმონიაში მოვიდეთ, იმისთვის, რომ მუშაობთ თქვენ თავზე და ყოველ დღე ცდილობთ, რომ იყოს გახდეთ უკეთესი, ვიდრე იყავით გუშინ. იმისთვის, რომ შეგაქვთ თქვენი წვლილი ამ სამყაროში, თქვენი სიკეთის ნაპერწკალი. უდიდესი მადლობა გოგოებო. წარმატებებს გისურვებთ ყველას. გააზიარეთ თქვენი ნახატები, უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, რომ არის საშუალება ამ ფორმითაც გამოხატოს თანადგომა, ამ ფორმითაც შეიტანოს თავისი წვლილი ამ პროცესებში. ნაკი დღეისთვის დაგემშვიდობებით, დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით, აბა წარმატებები ჩვენ. ნახვამდის.